Როგორც ცხოვრობენ ქართველი პენსიონერები გაზრდილი პენსიის პირობებში, რითიც ოცნება ასე იწონებს თავს. პენსია საქართველოში აუცილებელ ხარჯებს ვერ ცვდება და მხოლოდ 22%-ს ფარავს. ევროპის 39 ქვეყნიდან საქართველო ბოლო ადგილზეა. მონაცემები ასახულია Euronews-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში. ქვეყნები ორ კატეგორიად არის დაყოფილი. ერთში ნაჩვენებია ისინი, სადაც პენსია საჭიროებების 100%-ს და მეტ პროცენტს ფარავს. ამ კატეგორიაში პირველ ადგილზე ლუქსემბურგია, სადაც კვლევის თანახმად პენსიის საჭიროებებზე ორჯერ და კიდევ უფრო მეტია, ანუ საჭიროებები 225%-ით კმაყოფილდება. შემდეგ მოდის იტალია, ფინეთი, ესპანეთი, სკანდინავიური ქვეყნები, კატეგორიის ბოლოში კი არის საბერძნეთი, სადაც პენსია საჭიროებების 103%-ს ფარავს. კვლევაში არის მეორე კატეგორიაც, რომელიც წარმოაჩენს, რომ პენსიის ოდენობა ნაკლებია აუცილებელ საჭიროებებზე, ანუ აუცილებელი ხარჯების 100%-ზე. ეს შემონათვალი იწყება სლოვენიით, სადაც მაჩვენებელი 95%-ია. შემდეგ ოდენობა კიდევ უფრო მცირდება და მოდის სლოვაკეთი, ესტონეთი, პორტუგალია, მონტენეგრო და სხვა ქვეყნები. ამ კატეგორიისა და მთელი სიის ბოლოშია საქართველო. ამ მაჩვენებლით, როგორც უკვე გითხარით, ჩვენს ქვეყანაში პენსია ასაკოვანი მოქალაქეების საჭიროების მხოლოდ 22%-ს აკმაყოფილებს. აღსანიშნავია, რომ ეს კვლევა ეხება კვებას, ტრანსპორტს, კომუნალურ გადასახადებს და ყოველდღიურ საჭიროებებს, არ მოიცავს ბინის ქირის ხარჯებს. ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ეს მონაცემები ასახავს ერთი ადამიანის ცხოვრების ხარჯს და ერთ საშუალო პენსიას 2025 წლის ოქტომბრის ბოლოს მდგომარეობით. მაყოფილი ხართ პენსიით, ეს მაინტერესებდა. ეგ რა შეკითხვა არის? ვინ არის კმაყოფილი რომ მე ვიყო? წამლებშიც არ აქვს ყოფნის ადამიანს. არა, კმაყოფილი ვინ არის დღეს ვაბდება. დაბალია თქვენი აზრით? დაბალია, მაგრამ წამალი გინდა, იქ ყველაფერი გაძვირებულია და გადასახადი, წამალი, ყველაფერი. გადასარევი ცხოვრება მაგი კმაყოფილი. ძალიან შეძლებული. ნუ ყოფნის სად არის დეიდა, მაგრამ ყოფილობ. რას ვიზავ? ბევრი რო იყოს, კაი იქნებოდა. ისე მოგევლე დეიდა. არა, არ ყოფნის. მაგრამ რაღაცებს მაინც წვალობ და ვახერხებ. რეალურად არის სოციალური დახმარება და არა პენსია. პენსია რა არის, ხო? ის თუ ადამიანმა რამდენი იმუშავა, რამდენი გადასახადი გაიხადა და საბოლოო ჯამში ის თავის დაგროვილ თანხას ხარჯავს იბერში. ჩვენთან კი მიუხედავად იმისა, შენ მუშაობდი თუ არა, პენსია არის ერთნაირი. რო წარმოვიდგინოთ პენსიონერი, რომელიც ცხოვრობს მარტო და თვითონ უწევს ყველა საყოფაცხოვრებო ხარჯის დაფარვა, მას ნამდვილად არ ყოფნის თვიდან თვემდე თავის გასატანად ეს თანხა და ამიტომ ხდება თქვა ჩვენ აი ეს უკიდურესი სიღარიბის შემთხვევები სამწუხაროდ საპენსიო ასაკის მქონე ადამიანებში. იმისთვის რომ ეს ამ წლიდან გამოვიდეთ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ერთი რომ ხდებოდეს ეტაპობრივი ზრდა პენსიის და მეორე ის რომ დაველოდოთ ალბათ წლების შემდეგ, როდესაც ის საპენსიო მოდელი ამუშავდება, რომლისთვისაც დღეს უკვე ყველა დასაქმებული ჩვენ ვაგროვებთ თანხას. ბოლო ადგილზე ვართ ევროპაში, ანუ არსად არ არის ჩვენზე ცუდი მდგომარეობა იმ თვალსაზრისით, რომ დაბალი არის პენსია და ამასთან შედარებით მაღალი არის ცხოვრების ხარჯები. ბევრი პენსიონერი თავისი პენსიით არათუ მინიმალურ ხარჯებს იკმაყოფილებს, არამედ მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში. წარმოგიდგენიათ, რომ ქართველი პენსიონერი მოგზაურობდეს, რა მოგზაურობდეს, ან პულში და წამალში არ ყოფნით, ხო? ეს რეალობა გვაქვს სამწუხაროდ და ის საუბარი ეკონომიკურ ზრდაზე თუ კეთილდღეობაზე არის ტყუილი.